დღეს ჩემთან ერთად იქნება 7 შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ადამიანი. აქედან 6 ნამდვილი ტრენერია. მე ვარ პერსონალური ტრენერი. ერთი კი იმპოსტერი. მოკლედ, 6 თქვენგანი არის ნამდვილი ტრენერი, ერთი კი იმპოსტერი. ყოველი რაუნდის მერე გაიცხრილება ერთი ადამიანი, თქვენ არჩევთ ამ ერთ ადამიანს, რომელიც ყველაზე საეჭვო იქნება. მოკლედ, იმპოსტერის მისია რომ დარჩეს ბოლომდე და მიიღოს საპრიზოდ ნახა 1000 ლარი. ის ტრენერები, ვინც დარჩებიან ბოლოები, ისინი გაინაწილებენ თანხას. ეხლა კი მინდა რომ ნელ-ნელა ყველა გამოვიდეს სათითაოდ, რა თქმა უნდა, ერთ ნაბიჯით წინ და მოყვეს თავის შესახებ, რამდენი წლის არის, რამდენი წელი ამ სფეროშია, სახელი გვარი და ასე შემდეგ. თეო კვარაცხელია, 39 წლის, 7 წლიანი გამოცდილება, ფიტნეს მილენიუმ ჯორჯიაში, მაქვს სერტიფიკატი აღებული. ოკეი, ეს ყველაფერი დაიმახსოვრეთ, რომ რამე მე გამოიკიდოთ ერთმანეთს სიტყვებს. შემდეგი. მე ვარ ნუცი ჭიკაძე, გავიარე კურსი SNAP აკადემიაში. ეგა, შემდეგი. მე ვარ გიორგი ბასილაშვილი, მოგესალმებით. ამ სფეროში ვარ 5 წელია, მწვრთნელობის სფეროში 2 წელი. ფიტნეს სკოლაში გავიარე კურსი. შევეცდებით, რომ კაი სანახაობა გამომიდეს დღევანდელი ვიდეოში. გამარჯობა, მე ვარ ნიკა ნადირაძე. ბავშვობიდანვე სპორტით ვიყავი დაკავებული. ბოლო რამდენიმე წელი კი უკვე ფიტნესში გადავერთი აქტიურად და ვარ პერსონალური მწვრთნელი. კურსი მაქვს გავლილი მატა ფიტნესის აკადემიაში. გამარჯობა, მე ვარ ლუკა მაისურაძე, 21 წლის, 4 წლიდან სპორტის სფეროში ვარ. ვიყავი პროფესიონალი მორაგბე, ფიტნეს სფეროში ვარ დაკავებული 1 წლით. მაქვს სერანდა კოლეჯის საერთაშორისო დონის სერტიფიკატი. მე ვარ ლაშა ბუჯიაშვილი, 17 წლის და სერტიფიცირებული ვარ მატა ფიტნესის აკადემიის მიერ. ამ სფეროში დაახლოებით 3 წელია ვარ და აქტიურად მოღვაწეობ ტრენერის პოზიციას. გამარჯობა, მე ვარ ლუკა ზვიადაძე, 19 წლის, ბავშვობიდან ვარ სპორტში დაკავებული და ამ სფეროში ვარ დაახლოებით უკვე 3 წელია. კურსი გავიარე მატა ფიტნესში. მოკლედ, ეხლა თქვენ გეკნებათ 2 წუთი, იმისთვის რომ ერთმანეთს უბრალოდ კითხვები დაუსვათ, რა თქვენ მოგესურებათ და ყველანი გამოიჭიროთ რაღაცა პატარა ინფორმაციებით, შემდგომ უკვე ხმამივცეთ იმ ყველაზე საეჭვო ტრენერს. ასევე დასაბუთებით ისაუბრეთ, ერთმანეთს ჩაიძიეთ და გამოიჭირეთ ერთმანეთი მოკლედ. 3, 2, 1. დრო ჩართულია. აბა რომელია იმპოსტერი? პირველი რაუნდი. გამგადაკაწყვეტინა ტრენერი ყოფილიყავი. მე არ ვიცი, უცებ ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან რადიკალურად შეიცვალა, თან სულ მინდოდა სპორტში ყოფილიყავი და ასე რომ აქამდე ვიყავი სპორტით დაკავებული. მეტი კითხვები. მარტო ერთს არ მიაწვეთ. მე მაქვს კითხვა შენთან. გახსოვს აი პირველი პერსონალური და პრობლემით მოვიდა. პირველი მოსწავლე პრობლემით არ მოსულა რა. თუ მაგას გულისხმობ, მაგრამ თუ იმას გულისხმობ პირველი მოსწავლე რომელსაც პრობლემა ჰქონდა, მახსოვს კი. ორივე მითხარი. ჯოაიდინის შემდეგ ჰქონდა რეაბილიტაცია გავლილი და უნდა კიდე გაძლიერება მოხლის და ზეატანის დაკვრთვა, იმიტომ რომ ჩამორჩებოდა მაინც ფეხები და საბოლოო ჯამში განუშვა უნდა და რა. სპორტსმენი იყო და მე მაინტერესებს შენთან რა, რამდენი წელი ხარ მასში სპორტის სფეროში? 3 წელი. თვითონ ფიტნესში თუ ფიტნესში ხარ 3 წელი ხო? ტრენერი რამდენი ხანია ხარ? 2 წელი. ანუ ესე იგი საკმაოდ ცოტა დროში დაგიმუღამებია რაღაცები და საკმაოდ არის. ნიჭიერია ხო? ძალიან ნიჭიერია ესე იგი ტრენერი არის. ვარ აღნაგობა უსწრებს. ანუ სპორტში ვიყავი დაკავებული, აი ხანია და მაგიტო 6 წლიდან. რა სპორტი დადიოდი? კალათბურთი, კარატე, სურვა. რა დაამთავრე კურსი, ანუ მალევე დაიწყე მუშაობა? არა, რამდენი თვეში, აი 5 თვეში დაახლოებით. ყოფილი ხარ შეისამსახურით? ჯერჯერობით კი. ოკეი. კარგი, დრო ამოიწურა. ანუ მოკლედ ყველა გავოთ ეხლა სათითაოდ, ბურთზე დავწერთ სახელებს, ვინც ყველაზე მეტად გვეჭვება და ეს ადამიანი დახვდობს დღეს. ლუკა და ლუკა შორის დაიძაბა ძალიან სიტუაცია. ხმები გაიყო, ერთი ხმა გაიფანტა და დარჩა ლაშას და მოხდა ესეთი რა. საბოლოოდ ხმები გაიყო, ერთი ადამიანი არის ლუკა მაისურაძე, მეორე ლუკა ზვიადაძე. მოკლედ ახლა ამ ადამიანებს ექნებათ 2 წუთი და მხოლოდ ამ ადამიანებს უნდა დაუსვათ კითხვები და ამ ადამიანებმა უნდა იმართლონ ესე ვთქვათ თავი. მე მაქვს კითხვა შენთან. გახსოვს პირველად გასაუბრებაზე, როდესაც უკვე ტრენერად აგიყვანეს. ყველაზე დასამახსოვრებელი კითხვა რა დაგისვეს? ბევრი მკითხეს რა, მაგრამ რავი რა, ძალიან ბევრი კითხვა არის ეგეთი. ალბათ ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ვისთან როგორი მიდგომა მექნებოდა რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი მიდგომა გექნება, იმიტომ რომ ჩვენზეა დამოკიდებული ეგ რა, იმიტომ რომ ძალიან ყველაზე ცუდი წყალებში გრეხია მწვრთნელის ეგ რომ ჩვენს ხელში ვინმე დაზიანდეს. ეგ არის, ეგ იყო ყველაზე კაი კითხვა რა ჩემი აზრით. ჩემში რამდენი კალორია? 9. ნახში წყალში? 4. დილაში? 4. წყალში?
შვიდი ალკოჰოლში. კაი, რა ღირსშესანიშნავი ვარჯიშები? 450 ლარი. 10-12. კაი. აი მაგალითად კალორიული დეფიციტის დროს ძალას როგორ უნარჩინებ პერსონალურს? ანუ არ უნდა იყოს ძალიან დიდი დეფიციტი, მაგალითად, აი 500-ზე მეტი. ან ცილები უნდა იყოს საკმარისი, აი კილოგრამზე მინიმუმ 1.8 გრამი მაგალითად და ენერგიის წყარო უნდა იყოს რთული ნახშირწყლები მაგალითად. და ბევრი წყარო. 30 კილოზე 1 ლიტრი. რომაც ეხლა თავიდან გავიდეთ ის ფუნქციაზე და ხოლმე ამ ორ ადამიანში უნდა მივცეთ ფაქტი. ლუკა მაისურაძე, ლუკა ზუიადაძე. გვარები დავწეროთ თუ შეიძლება. მთა უმრავლესობით დაქტოვებს ლუკა. რომელი ლუკა? დაქტოვებს ლუკა ზუიადაძე. ლუკა, მადლობა ძალიან დიდი მონაწილეობისთვის და შენ სნექისგან გამოგეცემა მიწისძღლის კარაკი. მოგოდი. შენგან ჩვენ კიდე გადავინაცვლოთ მეორე რაუნდისკენ შიგნით. წავით. მეორე რაუნდი. მოკლედ მეორე რაუნდის წესები ესეთია. აქ მაქვს მოთხოვებული ვარჯიშის სახელწოდებები. თქვენ სათიდაოდ გამოხვალთ, ამოიღეთ შემთხვევითობის პრინციპი და უნდა შეასრულოთ ის ვარჯიში, უნდა ილაპარაკოთ მის უპირატესობებზე, რამდენად იყენებთ თქვენ მას პროგრამაში და რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას თქვენ მოსწავლეებთან ამ ვარჯიშს. ვინ დაიწყებს? ოთი. Dumble fly. და თან ისაუბრე რა კუნძზე მუშაობს და შეგიძლია შეასრულო გამოიყენო ყველაფერი რა. ჯერ ვიტყვი ვარიაციებს. Dumble fly არის chest fly-ის იგივე პეპელას ვარიაციის ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც სრულდება განტელებით. ჩართულია ძირითადად კედის კუნთი და წინა დელტა. გავაკეთე ხა მოძრაობას. თქვენ ამავდროულად შეგიძლიათ კითხვები დავუსვათ. ჩამჩველი კითხვა. შენ მომხმარებელს აკეთებინებ ამას? არა. და არა, ვიტყვი ხა რომელ მომხმარებელს. გააჩნია რომელ მომხმარებელს გამოცდილებას. ეს არის არაიზოლირებული ვარჯიში და დამწყებს არ ურჩევ. რადგან შეიძლება დაიზიანოს წინა მხარი, წინა დელტა უბრალოდ ურჩევ, დამწყებს შედარებით იზოლირებულად chest fly-ის ტრენაჟერში. როცა ეგ ტრენაჟერი არ გვაქვს, მაშინ რას ვაკეთებთ? როცა ეგ ტრენაჟერი არ გვაქვს დარბაზში? მაშინ დარბაზის შეცვლაზე. დარბაზში chest fly არ არის. მოკლედ ხაზი გადავსით. შემდეგი. განტელები დავუყო თავის ადგილზე. აი, შემდეგი არის ნუცა. ნუცა ამოიღებ ფურცელი. ეს არის RDL-ი. იგივე რუმინული დედლიფტი. ძირითადად ვასრულებთ ხოლმე გოგოები. იმიტომ რომ დატვირთვა მოდის ძირითადად საჯდომზე. რა თქმა უნდა, ჰამსტრინგებიც ჩართული ან ფეხის ბიცეპსი. გვერდულად განახევთ ამ მოძრაობას. რამდენიმე ვარიაცია არსებობს განზე, ფეხები, ცოტა შიგნით. ტოვებთ მუხლებს, ჩავდივართ და ამოვდივართ. ეს ძირითადად რომელ ნაწილს უტყავს? ძირითადად როგორც წეგამ თქვი, უტყავს ჰამსტრინგებს და საჯდომს. საჯდომის რომელ ნაწილს უტყავს კონკრეტულად? ვაკეთებინებ თუ არა ჩემი მომხმარებლები? არა, რომელი არის შენთვის უპირატესი? განტელებით თუ ღერძით? ღერძით მირჩევნია კონკრეტულად სმიტზე, იმიტომ რომ უფრო დაფიქსირებულია, უფრო მეტად შემიძლია რომ საჯდომი უკან წავიღო და მეტი დატვირთვა მომიწევს საჯდომს ამ ვარჯიშს. თავარი პრინციპი და მიზანი რა არის? ანუ შესრულების მომენტში, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ რა ეს კუნთი, რა მაგისტრის რა არის მნიშვნელოვანი რა. თავარი არის რომ ძირითი განასხვავებ მოკლედ დედლიფტისგან. დედლიფტი ანუ არ იგივე, ანუ უფრო მეტად ვიხდებით, მუხლი ცოტა ოდნავ წინ გადის და ამოვდივართ ესე, ანუ საჯდომაც ავიკეთდება. ჩვეულებრივი ანუ ჰამსტრინგზე რაც ავაკეთებთ აქცენტს, უფრო მეტად ვწელავთ, უფრო მეტად ვშლით ფეხს, ჭიმავთ და ავხვრით მუხლს. მუხლები წინ არ უნდა გავიდეს და მოკლედ. კაი, საკმარისია. შემდეგი არის ნიკა. ნიკოს ამოიღებ ფურცელი. lateral rise იგივე განგაშლა. ესე იგი, შუა დელტის ვარჯიში და მოძრაობა სრულდება შემდეგში. ფეხები მხრების სიგანეზე არის, იდაყვები მაღლა იყურება და ეს ამპლიტუდა არის საკმარისი. ამ ზედებით ატანის დროს შედარებით ტრაპეციის კუნთები არის ჩართული და მხრის სახსრისთვისაც არ არის ძალიან კარგი მოძრაობა. აი, ტრაპეცია რო გავთიშოთ, მაშინ რა უნდა ვქნათ? ტრაპეცია რო გავთიშოთ, როგორც უკვე ვახსენე, ამპლიტუდა შედარებით უბრალოდ ხელები ბოლომდე არ უნდა ავწევთ, იდაყვები. ეგ ერთი ვარიანტია. შეიძლება კიდე რომ იზოლირებულად გავაკეთოთ სალხელით, მაგალითად სკამზე. ორივე ხელის სკამზე შეგიძლია? კი, კერდით მიყრდნობილი შეგიძლია გავაკეთო. შუა დელტის ანტაგონისტი კუნთი რომელი? შუა დელტის ანტაგონისტი კუნთი
ამავიწყდა. როკა იკითხო იყო. მაპატია არის შუაკუნთის. უკანეს. წინა დელტის? კონტრატაკი, გაია, მოწოს, გაია. გაია. კაი, საკმარისი გავკვიდე კითხვა. საკმარისი. მადლობა ნიკოლოზ. მე ვიყავ. მოდი. Overhead triceps extension. ანუ თავზემოთ ზალა რა თავს ვერ ვიკლავდა. ტრიცეპსის განზიდვა რა. ანუ მაგის ორი ვარიაციაა, ეხლა მე როგორც ვეძახი მაგვარჯის ზოგადად რა. თოკით ვარიანტი, რომელიც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ crossover-ზე. კი. და ასევე არის თავზემოთ განტელით, რომელიც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვარჯიშია, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს მოკლედ რა. ძალიან კაი იქნება რომ ამ ვარჯიშის შესრულებას დავждეთ, იმიტომ რომ ზოგს სათანადოდ არ აქვს განვითარებული ზურგის კუნთები და შეიძლება რომ გადაიხაროს, მაგრამ ეხლა სტაბილურად ვერ იქნება და შეიძლება დაიზიანოს წელი. დავждებით, თუ მივეყოდებით უმჯობესია, უბრალოდ მე ესე გაჩვენებთ, იმიტომ რომ შემილია. თავზემოთ განტელი იდაყვები აუცილებლად შიგნით შედის მაქსიმალურად, ვის როგორი მოქნილი სახსარიც აქვს იქნა გამომდინარე, მაქსიმალურად ახლოს არის, ჩაგვაქვს და ზევით გავშლით. ნელი დაშვება და შედარებით ჩქარი ატანა. დაახლოებით 3 წამიანი დაშვება გვინდა. და ჩქარი ატანა. ეგ არის. მე მაქვს ერთი კითხვა. ტრიცეპსის რომელი თავი მუშაობს ყველაზე აქტიურად? უკანა მხარე რა ეს? უკანა, ანუ გრძელი თავი. გრძელი თავი, ოკეი. და რა განსხვავება არის ხა როგორც ახსენი? ანუ თქვი რომ იდაყვები მაქსიმალურად შიგნით უნდა იყოს შემოწეული და განზე თუ გავწიოთ, მაგ შემთხვევაში ახდება. განზე შედარებით ნაკლებად ეფექტური იქნება და უფრო გაგვიმარტივებს მოძრაობის შესრულებას რა. აკეთებიო თუ არა ოყარებს. ვაკეთებინებ კი. კაი, მადლობა. შემდეგი ბულგარიან split squat, ბულგარული ჩასვლები იგი. ეს რა თქმა უნდა ფეხისთვის არის გათვლილი, ძირითადად რო კვადრიცეპსის ნაწილისთვის, ასევე შეგვიძლია დავტვირთოთ საჯდომის კუნთის ამაში. ამ დროს გამზე მოთავსების შემდეგ პირობები არსებობს, ამ ფეხს უშლით, დგებით და უკანა ფეხს ვდებთ სკამზე. ჩასვლა ხდება მუხლი უნდა იყოს 90 გრადუსზე. და წელი გასწორებული გვაქვს. თუ საჯდომზე მინდა დატვირთვა მივცე, მაშინ რა უნდა გავაკეთო? თუ გინდა დატვირთვა, მაშინ მუხლი გადის ოდნავ წინ. თეო. Dumbbell curl. დიდათ აი შენ დამეხმარე რა, ანუ ინგლისურში ვერ. Biceps dumbbell curl. Am I a joke to you? შევცვლი რა. ასე თუ თქვენ შევცვლებინო? ანუ ვერ მივხვდი რა ვარჯიში. გონი ჯობია ცოტა მინიშნება მიცეთ. სახელმწოდებაში. მას თქვენ დაიხართ. ხო. მე არ ვიცი ქართულად როგორ ამბო ქალი განტელი თავიდან რა. ხა შეიძლება რაღაცა ისეთი შევხედო გოგოშკური რა არის ეს ბიცეპსი. მოკლედ ვასრულებთ ბიცეპსის მოძრაობას, როგორც ესე შეგვიძლია ასევე სევიდან ქვევით დაშვება, ხო? მე მაქვს კითხვა რა არის განსხვავება მაგარ შორის? იცი რა არის, ანუ ვიცი რომ განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ დამეხმარე. გაგეხმარო? არის თქვენ გადაწყვეტეთ ერთმანეთში. აი მოდი შემდეგ კითხვა დავუსვათ. რა განსხვავება არის მაგალითად იდაყვის პოზიციებს შორის? ანუ თუ არის რამე განსხვავება, როდესაც იდაყვი წინ გაქვს, უკან გაქვს? ვფიქრობ, რომ განსხვავება არის, იმიტომ რომ ანუ იდაყვი ბოლომდე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიშალოს, რომ რამე ტრავმა არ მიადგეს ან ჩვენსას ან მომხმარებლისას. ეგ გასაგებია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იდაყვი მაგალითად წინ გაქვს გამოწეული და არის შემთხვევები, როდესაც უკან გაქვს გამოწეული. ანუ მაგათ შორის განსხვავება გვაინტერესებს. ალბათ სხვადასხვა კუნთი ერთვება ბიცეპსის, ანუ სხვა და სხვა. რაღაც პატარა განსხვავება არის. როგორ? ბიცეპსის ვარჯიში. აი, გონი საკმარისია. რაც შემხვდა, ხო, ეგ? კაი. საკმარისი. ისო. მან დაიდო. აჰა, ეს. არც მან. აი, ეხა. ოკეი. კარგი, მეორე რაუნდმა წარმოტებით ჩაიარა, ეხლა გავვალთ ისევ გარეთ და ფურცელზე დავწერთ იმ ერთი საეჭვო ადამიანის სახელ და გვარს, რომელიც გონია რომ იმპოსტერია. სხვათა უმრავლესობით მეორე რაუნდში გამოგვეთიშება ლაშა. ტაში ლაშას. მადლობა ლაშა მოწესრიგებისთვის. ეს ნეკის ვიცის გარეკი შენ და ჩვენ გადავინაცვლოთ მესამე რაუნდში. იკითხავს. ლაშა დაღუპა ერთი იმან რომ ბულგარული ჩასვლები ცოტა არასწორად გააკეთა, იმიტომ რომ მუხლი წავიდა ძალიან წინ. ფეხის წვერის წინ ძალიან წავიდა და ამის გამო ვფიქრობ რომ ლაშა გავიდეს მეორე რაუნდში.
მესამე რაუნდი. კარგი, სანამ მესამე რაუნდზე გადავალთ, მინდა ერთი კითხვა შემოვიდეთ თქვენთან. გსურთ თუ არა თამაშის გაგრძელება? და ფიქრობთ თუ არა რომ იმპოსტერი გავარდნილია? და მთლაზე ხელი აწიეთ, ვისაც თამაშის გაგრძელება გსურთ. 1, 2, 3. ყველა აგრძელებთ თამაშს. ოკეი, მესამე რაუნდი ასე მდგომარეობს. გამოხვალთ სათითაოდ. ამ ყუთების ქვეშ არის მოქცეული საკვები. თქვენ უნდა გამოხვიდეთ, აირჩიოთ ერთ-ერთი და უნდა თქვათ, დაახლოებით რამდენი კალორია შეიცავს, რამდენი ცილა შეიცავს, რამდენად მიირთმევთ თქვენ და რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას თქვენ მოსწავლეებთ. გასაგებია? ვინ დაიწყებს? ოთი. თქვენ ამოდროულად შეიძლება თქო უნდა კითხვები დაუსვათ. რა გამოიყური და რა დაახლოებით რამდენი კალორია იქნება. თქვენ მოიწეთ თუ გეგნახეთ. შეიძლება აიღო ხელში შეათვალიერო დაახლოებით ან პლუს მინუს რამდენი უნდა იყოს დაახლოებით თუ არ აქვს რომ 450 კალორია დაახლოებით. ცილა 35-40. რამდენად მიირთმევდი შენ ახლა ამას? დიდი სიამოვნებით. და რამდენად გაუწევდი რეკომენდაცია შენ მოსწავლეებს? 100%-ით აქ უჯედისიც არის, რომელიც ათვისებაში დაეხმარება ძირითად საკმაოდ ნუტრიენტებს. ცილის რაოდენობა საკმაოდ იქნება, იმიტომ რომ კატვისფილია, ნახშირწყალიც საკმაოდ დონეზეა და ხილიც, სიტკბოს, გემოც, წაკავს. მოკლედ იდეალური. კითხვები გაქვთ თქვენ? რომელი ნახშირწყალი არის? არ ვიცი. ციტიბოს არ გავსო. ქათამს რა უხდება ყველაზე მეტი? ბრინჯი. ბრინჯია. შემდეგ გოდინუც. იდე ეს მეძახის. ეს არის ჩემი საყვარელი სნექი. ამაში არის დაახლოებით 30 გრამი ცილა. პროტეინის ბურთები არის. აქვს როგორც ვიცი და თაფლი, ფინიკი, რაღაც მსგავსი რაღაცები. ხო, საშუალოდ არის 30 გრამი ცილა. რა აქვს შეგინდა თქვი? ფინიკი და ალბათ დარიჩინის. ორივე ერთად რამდენი კალორია იქნება? ორივე ერთად იქნება ალბათ 200-300 კალორია. კონკრეტულად ეს გაგისინჯავს? კი. გამსინჯოს. წელა ხო თქვი ჩემი საყვარელი სნექია თქო. რას ფიქრობ, რადგან ფინიკი აქვს, რამდენად ნახშირწყალოვანი საკვები არის და რამდენად შეიძლება რომ თუნდაც კლების დროს ადამიანმა მიიღოს? ზოგადად ნახშირწყლებზე უარს არ ვამბობთ, კლების დროსაც, დამატების დროსაც, ან თავარი არის მთლიანად კალორიაჟი რამდენი გვექნება. ანუ შეიძლება 3 ცალი და 5 ცალი შევჭამოს და ამის გარდა არაფერი არ შევჭამო, ხო, ლოგიკურად. მაგრამ ნუ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, სწორედ. ვურჩევ ამას ჩემს მოსწავლეებს სნექის სახით. მადლობა ნუცა. შემდეგი? ოკეი. აბაგისი. დონატი, ტიპიური დონატი, დაახლოებით 300 კალორიის ფარგლებში აქვს, პლუს მინუს ალბათ 50. არანაირ მაკრონუტრიენტს არ გვაძლევს, არის სწრაფი ნახშირწყალი და ადამიანს შეუძლია მაგალითად ვარჯიშამდე მიიღოს და უკეთესად დაიტანოს გლიკოგენით. ესეთი სახის საკვებით, რომელი ენერგიის წყარო მუშაობს და რამდენი ხანი გასტანს ეგ ყველაფერი რა, ეგ მაინტერესებს. სწრაფი ნახშირწყალი არის, როგორც ვახსენე უკვე, ანუ სისხლში შაქრის დონე სწრაფად იწევა, შედარებით ინსულინიც დიდი რაოდენობით გამოიყოფა და სადღაც ვარჯიშამდე ნახევარი საათის ადრე დაჭერა რომ მიიღო. რამდენი ხანი ექნება ის ეფექტი, რაც თუ გლიკოგენი აიწევს და უფრო ენერგიას მისცემს? სადღაც 1 საათის განმავლობაში. ანუ 1 საათის შემდეგ უკვე ინსულინი კლებას იწყებს. ანუ ჭამიდან დაახლოებით პიკს ინსულინი აღწევს სადღაც 1 საათი, საათი და 20 წუთი. კონკრეტულად ამ დონატზე ვარ გაგიჟებული, ისე მიყვარს რომ რამე ჩემი შევჭამო. რას მირჩევ, ვით შევანაცვლო და როგორ დავიწყო ცვლილება. თავიდან შეგვიძლია არ ჩავანაცვლოთ, რადგან ეგრე გიყვარს. თავარი არის დოზა. ანუ რადგან გიყვარს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე შეჭამო რა. უნდა დაარღვიო ჭკვიანურად. ეს სიჭკვიანი გამოიხატება, თუნდაც ვარჯიშამდე რო შეჭამო და ვარჯიში მოგეხმარება პირიქით. ხო, ბოლომდე არ უნდა ამოიღო და ნელ-ნელა ეტაპობრივად უნდა დააკლო რაოდენობა. მაგალითად, თავიდან თუ ყოველდღე ჭამდი, შემდეგ ყოველ მეორე დღეს, ყოველ მესამე დღეს და უკვე ის სურვილიც გაგიქრება. მადლობა ნიკოლოზ. შემდეგი. ეს რა? სუნით ვიხვდები წესით. არ ვიცი რა არის მართლა, მაგრამ ძალიან საზიზრო ქათმის ნაგეცი, ხო? ანუ იმდენად ცუდად გამოიყურება, მე ზოგადად ხორცის მოყვარული არ ვარ და არ ვჭამ ხორცს. ეხა ნახე კითხვები. კი, დარწმუნებული ხო? ხო და ამას არ ვურჩევ არც ჩემს პერსონალურებს და არც ზოგადად არავის რა, იმიტომ რომ ტრანსცხიმის გარდა აქ არაფერი არ არის მაწიერი, ვფიქრობ რა.
ნუ ქათმის ხორცია და ცილა ექნება აუცილებლად და აქვს ცილა. კალორია აი ამას. მაგოთ ნაგიც. სავარაუდოდ 250-300 ალბათ დაახლოებით. კითხები? არაფერი, ვეგეტარიანელი ხარ? ხორცს არ ჭამ საერთოდ. მაგიტომ არაოს ალბათ ჩემთვის არანაირი დადებითი ამ რაღაც. ხო, ნუ ჩემთვის თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთან მოსულს ვუთხრა, რომ ხორცი არ ჭამე და ასე შემდეგ. რამდენად რეკომენდაციას გავუწევდი მაგალითად სხვა ადამიანს მსგავს საკვებს? ესე შემწვარ მოხრაკულზე არა, მაგრამ რეკომენდაციას გავწევ კი. ქათმის კონკრეტულ ამ საკვებზე მაქვს ლაპარაკი, თორე ზოგადად კი ქათმისფილე კარგია ვიცით. ეს ხო, ანუ არ გავუწევ ამას რეკომენდაციას, აი რა გავაკეთო. მოგეთ ამას თუ რეკომენდაციას არ გავუწევ, ვარიანტი როგორც რამდენიმე. რატომაც არა, გრილში მომზადებული ქათმის ხორცი ბოსტნეულთან ერთად. კეხა ეს აშკარად ისეთია რა, აი კარგად ცხიმში მოწუწულ მოთუშული. მადლობა. აი ნაგეცი. შეიძლება აწიო გახსნა ნახო რა არის შიგნით. თოპები უნდა ნახოს. ხო, ჰამბურგერი არის ნაგეცი. ხო. კალორიებსაც შეეხება და ცილებს. ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ 300 კალორიამდე არის. 350 კალორია შეიძლება იყოს ეს. ცილები ალბათ 15 გრამი, მეტი არ იქნება, იმიტომ რომ არაი დიდი რაოდენობით ხორცი. გავუწევ თუ რეკომენდაციას რა. იქიდან გამომდინარე, რომ ქათმის ხორცი არის და მიუხედავად იმისა, რომ არის ზეთში შემწვარი, თამფრინი მასში რა. ის დანადგა ფიცურში, ხო. მაინც არსებობს ეს კატეგორია, როგორც ვარ მე მაგალითად, არის მიზნები და გამომდინარე კვების შეგნის აციონი, ხო? მე მაგალითად კვების აციონში ხანდახან დონატის მაქვს. ეს ან ყველაფერს ჩავაქედა რა, იმიტომ რომ მე მასე მაწყობს და მე მატება მინდა და ეგეთ პროცესში ვარ და ეგრე არის. მაგრამ ზოგადად ვინც ადამიანი რომელიც იქნება კლების დროს გადაკლება იქნება მისი მიზანი, რეკომენდაციას არ გავუწევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს ამის ჩანაცვლების, იმიტომ რომ შეიცავს ცომი არის ყველი შინით კეჩუპია, მაიონეზი, ზეთში შემწვარი ქათამი და ბევრი ჯანსაღი ვარიანტი არსებობს რა. მადლობა ლუკა. მადლობა დაუბრუნდით ენერგიას. ტრადიციულად ეხა ისევ გავალთ. ფურცელებზე დავწერთ ჩვენს ყველაზე საეჭვო ადამიანს და გავარდება ერთი ადამიანი. მათ უმრავლესობით მესამე რაუნდში დაგტოვებს თეო. Odeš Teo. Tači. Sneki izgane, šuti se liskara šen. მადლობა, შევმატებ კიდე. ებატონ. მადლობა თეო, დავმშვიდობოთ თეოს და თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. აუ, ეს ძალიან სულ იქნება ახლა. თეოსთან ცოტა რაღაცა ისე იყო საქმე ბიცეპსის მომენტი რო იყო თუნდაც ის საჭმის მომენტი რო იყო რომ მე ავჭამ ხორცო და ამან ცოტა დააიჭვა ხალხი და თეოსთან ცოტა თეოზე სონარი დამოკიდებულება მიიღეს ხალხმა და ამიტომ გავარდა თეოს. ვის გსურთ თამაშის გაგრძელება და როგორ ფიქრობთ იმპოსტერი დარჩენილია თუ არა? ჩემ თვალზე ხელი ავიწიოთ თუ ფიქრობთ რომ იმპოსტერი დარჩენილია და თამაში გაგრძელება გსურს. 3 2 და ხო, და გავიზრდეთ. თუ იმპოსტერი არ იქნება თქვენ შორის, ახლა 4-ზე განაწილდეთ. და რა თქმა უნდა, ცოტა შევხვდეთ. თუ იქნება, წავალ კლიენტთან. წავაგეთ და იმპოსტერ შევხვდებით კლიენტთან. 3 2 1 წავიდა. კარგი, გადავინაცვლოთ ახლა უკვე მეოთხე რაუნდისკენ. წავედით. მეოთხე რაუნდი. მოკლედ გადავინაცვლეთ მეოთხე რაუნდში. მეოთხე რაუნდში მინდა რომ გავიყოთ ორ გუნდად. ორი კაცი ერთ გუნდში, ორი კაცი მეორე გუნდში. დიდად მნიშვნელობა არ აქვს გუნდებს, ამიტომ ჯეირანი გადაწყვეტს ამ ყველაფერს. ჯეირანი ერთ ქულაზე. ქართული ჯეირანი. მოგებულები. მაგანდელი. ერთად არიან, წაგებულები ერთად არიან. ჯეირანი. აი, ესე გუნდებში არიან ესე იგი ნიკოლოზი და გიორგი და ცალკე ლუკა და ნუცა. თქვენ გაქვთ ჯამში 5 წუთი, რომ მომიმზადოთ 3 საუკეთესო ვარჯიში საჯდომისთვის. უნდა შეასრულოთ ამავდროულად, უნდა თქვათ რამდენი გამეორება, საჭირო რამდენი გამეორებას აკეთებთ, რამდენი საკეთებინებთ და რამდენი ვისვას ამავდროულად. ოკეი, და ერთმანეთს მე შეგიძლიათ რა თქმა უნდა კითხვები დავუსვათ. 3 2 1 დრო ჩაით 5 წუთი. აი, ფასი ოღონდ სმიძე გავაკეთე. სმიძე გავაკეთე, ოკეი. არა, სმიძე არა, ნახე აქ უფრო ანუ ფიზიკური კანონია რა, ჩვეულებრივად. რაც უფრო დაწვეთ, მოკლე არის ხერძი, უფრო მეტად გაწובה. აი, პრობოხა დაგიჯერე. ეს ძალიან კარგია. ეს ამ ხრივ ძალიან კარგია. პლუს შეგვიძლია ქიქბეთი გავაკეთოთ.
crossover-ზე ვეჭველი, კაბელით. კაბელით? მეორე და მაგას მეორეს და ვფიქრობ, რომ RDL-ი გავაკეთოთ. კიდე მესამე. ცალფეხზე თუ ორივეც. არ ვიცი. რეზინია, საوجه რეზინი. ხო. გაზითო, განზო. ბიჭო, იცი რა არის? იური არის კეთებს მაგას რა. ანუ ტოპები ჩამოთავ. აი ხო, აი მინას, აი შეხედე ტოპები ჩამოთავად, აი ფუნქციონალურად რო გავმართოთ რა. მე კარგად გძნობ და ძმა და მეჭიმება არ არის ეგრე რა. აი ფუნქციონალი, ფუნქცია რაც არის, ხო, აი გაშლა რა, კორპუსის გაშლა და ვარძაკი ძვლის გაშლა რაც არის რა. ეგ უნდა გავაკეთოთ. ეგ იქნება ხო, შეკოშა ხო, ზუსტად. ტრენაჟერებს ამზადებ და ხალხს ორივე გამოდის რა. მე მაგალითად ანუ ასე რა ვაკეთებ, ქვედაზეც მუშაობს და ზედაზეც რა. მე მივახსება, აი ესე ვაკეთებინებ ხოლმე რა. და აქედან გაქვს რა. ძალიან მაგრა გაქვს. ხო, აი ეგ. შეგვიძლია. იმიტომ რომ ცოტა ანუ საჯდომზე ზოგადად ოდნავ ციად როგორც იმის დატვირთვა ძალიან მაგრად იგრძნობა რა. ვიდრე პირდაპირ, იმიტომ რომ თან მოხსნილი. მოხსნილი ხარ გვერდზე პროშე. მე დიდი აპროტა. ერთი ცოტა გვერდზეც უნდა იყოს წასული. კაი, ჰიპ-თრასტი, ჰიპ-თრასტი. კიკბექი და სმიტზე რომინული. იცი რა ჩარჯდომა არ არის ეს საჯდომის ვარჯიში რა. ხო, კი, არ შეხედე ჩარჯდომა, ოკეი, ეს კვადრი არის. ეს არის საჯდომი უკვე რა, მაგრამ კვადრის არის და საჯდომი, წოდები? ხო და უკეთესი იქნება რომ იზოლირებულია რაც არის უფრო მეტად საჯდომი ჩართული, მაგალითად ხიდი, მაგალითად გამზიდველი. აი კიკბექი ოღონდ არატრენაჟერში. რამედ კოპუებში ანუ. კიკბექს რუმინული ჯობია ისევ რა. ჩემი ცოტა ფეხები უკანდადე. ეს, всё. და ქუსლებს ნეტე. ეგ არის. ეგ არის. მოგლეთ, სანამ ჩვენ მეგობრები გამზადებენ სამსაუკეთესო ვარჯიშს საჯდომისთვის, ადამიანებს ხოლმე გამოიწეროთ ჩემი ნახი და ლაიქოთ და კომენტაროთ და დამიწეროთ რამდენად მოგწონთ ესეთი ჩელენჯები. იმიტომ რომ კიდევ მეორე ფარტის გადაღებას, ამიტომ დამიწერეთ და მადლობა ასევე სნეკის, რომ გამოყოთ ახლა ჩვენი მონაწილეებისთვის და ასევე იმ არქის კარგებისთვის, რომლებიც გადავაცეთ ჩვენს გავარდნილ მოთამაშეებს. ხოდიშით ხალხო. თლიანი ამის მუღამი რა არის, რომ ხიდის მუღამი, რომ ფეხები განზე არის, შედარებით, დაახლოებით 90 გრადუსი პლუს მინუს რო შეიქმნას. თავი წინ იყურება. ტრენაჟერი ავიღეთ. ჩავიტანეთ. გავმართეთ, შევკუმშეთ, პაუზა გავაკეთეთ. ან ხო და მე კითხვა დავუსვი რა, შეხედე დამწყებისთვის არ არის. ზოგადი ტოპ ვარჯიშები რა. დამწყებისთვის რო ყოფილიყო, ოკეი, რუმინოციაგოს თავისუფლი წონით არ გავაკეთებინებდით, მაგრამ რადგან ტოპ 3 ვარჯიში გითხრეს რომ გავაკეთეთო, შესაბამისად ტოპ 3 უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, წავთ. ხო. მუხლი არ აგივიდეს უკან. კი და წინ. ეგ არის. სეტი არის გამარტივებული ვარიაცია, როდესაც ხელებს წინადებ და ანუ ხო წირო ხავს გადახრილი გაგრა. ამპლიტუდა ანუ მეტია, მაგრამ რომელ ნაწილზე გამოდის და ზედა ნაწილზე. არა, ზედაზე არ გამოდის. პერიქით. ანუ მიყოდებული ხარ ზედა არის პერიქით, ხო. რო ხარ შედარებით ქვემოთ გამოდის რა. შეხედენ თუ გინდა ამას აქვს და რომინოციას გახსენი შენ. გუნდებიდან ერთ-ერთ ადამიანს ვთხოვ, ჯეირანი ვითამაშოთ და გავარკვიოთ ვინ დაიწყებს პირველად. მოგზავნით? ჯეირანი. ეგა, გიორგი და ნიკოლოზის გუნდი დაიწყებს პირველად. გისმენთ, გიო? მოკლედ საჯდომის ყველაზე პოპულარული და ესეთი ვარჯიში, რომელსაც ძირითადად ყველა აკეთებს, დამწყებიც, განვითარებული სპორტსმენიც, ვიქტორი, ჰიპ-ჰოპ ვიქტორი, გამზიდველი. გადავიდეთ მოძრაობაზე. ვაკეთებთ სტანდარტულად 3 მისვლა, 15-20 გამეორება. თუ უკვე პროგრესირებადი ვარჯიში გვაქვს, დაწყებითი არ არის, ვაკეთებთ მეწონას და შედარებით ნაკლებ გამეორებას. არის ორი ვარიაცია ამ ტრენაჟერზე, შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ მდგომარეობაში და შეგვიძლია წელი დავაფიქსიროთ და მოგვიოთ ეს. ასე რომ ვასრულებთ მოძრაობას, გულტეოს მაქსიმუმს მეტად იჭიმება, ანუ დიდი კუნთი ზედა ნაწილი. ჩამოტანის ვცდილობთ რომ ტრენაჟერის ანუ წონა ბოლომდე არ დავდოთ, რომ მოძრაობის დროს დატვირთვის ქვეშ იყოს კუნთი. შემდეგი ვარიაცია. ამჯერად გულტეოს მაინუსზე, მინიმუმზე არის ქვედა ნაწილზე არის აქცენტი მეტად. ხელებს ვაფიქსირებთ ტრენაჟერზე. ამპლიტუდა ოდნავ მეტია, გავზიდეთ და აქაც ვცდილობთ რომ ტრენაჟერზე წონა არ დავდოთ ბოლომდე, რომ დატვირთვის ქვეშ იყოს.
ეს ვარჯიში იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყველაზე მეტად ასრულებს საჯდომის ფუნქციას, ყველაზე ნაკლებად არის ჩართული სხვადასხვა დამხმარე კუნთები და ყველაზე მეტად 100%-ით იტვირთება საჯდომის კუნთი. შემდეგი ვარჯიში არის ხიდი, მოკლედ, ტრენაჟორში იმიტომ ავირჩიეთ, რადგან მეტად დაფიქსირებული არის და მეტად იზოლირებულად ვარჯიშებს საჯდომს. საწყისი პოზიცია, ფეხები გვაქვს ოდნავ განზე გაშლილი, ტერფებიც განზე გვაქვს გატრიალებული, რადგან საჯდომის მეტი შეკუმშვა იყოს. ფეხები დაახლოებით 90 გრადუსზე უნდა იყოს ამოსვლის დროს, თავი იყურება აუცილებლად წინ. ჩავდივართ, კარგად გაიწელება საჯდომი, ამოდივართ და შეიკუმშება. აქაც სამი მისვლა დაახლოებით, რადგან საბაზისო ვარჯიში არის, 8-დან 10-12 გამეორება დაახლოებით ამ დიაპაზონში ვარჯიშობთ. თავითო წინ ავიყურებოდეთ და ქვევით ხონდეს თავი და განსხვავება არის. კისრის მალებზე მოდის დატვირთვა თუ თავი ძალიან უკან გვაქვს წაღებული ან ძალიან წინ გვაქვს წაღებული. ზერა მაქვს დაბოა რა. ტრენაჟორისკენ. რომ უფრო მეტად ფოკუსირებული. ზუსტად ზერა მქონია ტრენაჟორისკენ. შეთქი წინ იყურო, წინ უნდა გაიხედო. ჩასვლის დროს ისევ წინ გამოდის, მაინც რა მნიშვნელობა აქვს. ხო, კაი. შემდეგი ვარჯიში არის რუმინული წიაგა. ფეხები გვაქვს მხრების სიგანეზე, მუხლებში ოდნავ ვართ მოხრილი და პირველი მოძრაობა იწყება მენჯის უკან გატანით. ჩავდივართ, აი ეს ამპლიტუდა საჭირო არის. ამოსვლის დროს ცდილობთ რომ საჯდომი შევკუმშოთ, თუმცა არ ვაკეთებთ აი ესეთ მოძრაობას, იმიტომ რომ საჯდომის ფუნქცია იკარგება. და რას შვებით მაშინ, როცა იღეხა როგორც შენაკეთებ, თითები ზემოთ ამდის. თითები ზემოთ თუ აგვდის, შეგვიძლია ორნახევარები დავიდოთ წინ, შემოვალაგოთ ფეხები და შედარებით უკეთესი გაწევა გვექნება. მაგას დამატებით კი, სწორად თქვა და ეგ იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ან ადამიანს, რომელიც მოძრაობას ასრულებს, მობილობის ნაკლებობა აქვს, მობილობაში აქვს მინუსი, ასე რომ ვთქვათ, და ეგ პლატფორმა ან პლიტების დადება, ორნახევრიანი ბილნებით შეიძლება დააფიქსიროს სფერო, ზედმეტი მოძრაობის და გადახრის გარეშე შეასრულოს მოძრაობა. კაი, რადგან მობილობა ახსენე კონკრეტულად რომელ სახსარზე იქნება სამუშაო? რომელ სახსარზე იქნება სამუშაო? აუთ ისა კითხვა გამეორე რა. არა, მეკითხებ. ხოლო მე ვერ გავიგე კითხვა რა შეეკითხა. მობილობაზე თუ წავიდა საუბარი, რომელ სახსარზე იქნება სამუშაო, თქო, რადგან უკან მისდის თითის წერები. თუ მუხლის სახსარის პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, მაგას მოძრაობას თვითონ ვერ შეასრულებს. ასევე თუ მენჯის პრობლემა აქვს, მენჯის სახსის ამას ვერ შეასრულებს ამ მოძრაობას. არა, მე გეუბნები კონკრეტულად თითის წერები ზევით ეწევა, რისი მობილობა არის გასაძლიერებელი და რას უნდა მივაშოთ ყურადღება. მუხლის სახსარზე არის მეტ სამუშაო. მენჯის სახსარზე. ხო, რას ვიკითხე, მაშინ ყველა სახსარს ჩამოვთვით. ხო, არა. ხო, პირველი ვარჯიში არის ჩვენთვის კიკბექი. მთავარი არის, რომ წელი დავაფიქსირო და აი ეს მოძრაობა არ იყოს რაღაც, ან ფეხს რო გავიტან, აუცილებლად უნდა იყოს წელიც დაფიქსირებული. ეს დამწყებებს ამას არ ვაკეთებინებთ, რა თქმა უნდა. ჩამოტანა და გვერდზე გატანა ტერფის ზოგადად უშუალოდ, იმიტომ რომ რამდენი გამეორება გააკეთე? კაი, ასევე გვაქვს ამ ვარჯიშის მეორე ვარიაციაც და ამასაც ბარემ გვაჩვენებს. მეორე ვარიანტი გვაქვს ესეთი. ანუ წინ ვიხრებით, ფეხი გაგვაქვს უკან. საჯდომის რომელ ნაწილს უტყავს კონკრეტულად ეგ მეორე ვარიანტი? ძირითადად მაქსიმუსზე მოდის დატვირთვა და ზედა ნაწილზე მინიმუსზე. ანუ სამი ნაწილზე თანაბრად მოდის? თანაბრად არ მოდის. ანუ ხო და აი პრიორიტეტები დამილაგე. ძირითადად მაქსიმუსზე მოდის და გადააქვს მაქსიმუსი მოდის და მერე არის ზედა. ანუ დაახლოებით ამბობ რომ სადღაც 60-70% მაქსიმუსია და დანარჩენი არის მინიმუსი და მედიუსი. ეგრეც ითქვას, მაგრამ როცა გადახრილ მდგომარეობაში ვარ და მეორე ვარიანტიც გააკეთე. და პირველ ვარიანტში რომელი ვარიანტში ისევ მაქსიმუსი ქვედა ნაწილი უფრო მოდის და ზედა ნაწილიც, ანუ ორივე ერთად არის ანუ ჩართული. ეხა შენი სიტყვებიდან გამომდინარე, პირველი ვარიანტი რაც გააკეთა, მეორე ვარიანტი იგივე ვარჯიში არის. ერთი და იგივე ვარჯიში არ არის, ამპლიტუდა შევცვალეთ. არა, რა თქმა უნდა გრადუსი შევცვალეთ, მაგრამ საჯდომის იგივე ნაწილს უტყავს. ანუ როგორც პირველ ვარიანტში ახსენე 60-70% მაქსიმუსია, დანარჩენი მინიმუსი, მედიუსი და მეორე ვარიანტიც იგივენაირად ახსენე. და ეგ მაინტერესებდა. ხო, ანუ ნახე ეს ვარჯიში არის
არის ორი ვარიანტი. ხო. შეგვიძლია გავაკეთოთ ორივე და გამოვიყენოთ რა. უბრალოდ ვარიაცია ახსენეთ გაკეთეთ. მაგრამ დატვირთვა მოდის იგივენაირად. დატვირთვა შედარებით უფრო მეტად მოდის მეორე ვარიანტზე. ოკეი, ანუ ეხლა გუნდელი ადგილიდან შეცვალე ვარიანტი. არა, არ შეგვიძლია იგივე გითხრათ. ძირითადად მაქსიმუმს იკითხება ვეგეთა მეორეზე. ოკეი. არსებობს ორი ვარიაცია გვაქვს, კიდე შემდეგი ორი ვარჯიში იმასაც გაგიცნით. ეს ხო ერთიანი ხო? მოკეთ, შემდეგი ვარჯიში არის ხიდი, ეგრეთ წოდებული hip thrust-ი. მთავარი არის, რომ ბეჭები გქონდეს კარგად დაყრდნობილი და მე ვიტყოდი, რომ ნიკაპი უნდა იყოს დაბლა. ეს არის ჩემი აზრი, უბრალოდ. ვაწვევით. მუხლებსაც მე მაგალითად ასე არ ვაკეთებ. სწორად მირჩევნია მქონდეს და მუხლები იყოს წინ. ან ძალიან ინდივიდუალური რაღაცა არის ხო, ეს. ინდივიდუალურია, просто ბიომექანიკურად რადგან ტერფები განზე გვაქვს გატრიალებული, მეტი ამპლიტუდა გვაქვს, რომ საჯდომი კარგად შევქმნით. ეგ არის განსხვავება. მაგრამ ინდივიდუალურია გეთანხმები კი. ძალიან ინდივიდუალურია. ორი მაგაში გეთანხმები. გაკეთებული. შესაბამისად ოკეი, კი. მაგას ვერ იტყვი რა. ხო, ნიკაპს რაც შეეხება, როცა ნიკაპი წინ მაქვს, ან დაბლა ვიყურები და მთლიანად ჩავდივარ, ან ხერხემალს არ დრიკავ რა, ესე რომ ვთქვათ. და მთლიანად მუშაობ. იგივე ვარიანტი რა. შეგვიძლია გამოვაყენებინა hip thrust-ის მიდზე ვარიანტი, მაგრამ ვამჯობინოთ აწი. ვამჯობინოთ ეს ვარიაცია, იმიტომ რომ იზოლირებულია უფრო მეტად, როგორც თქვენ ახსენეთ ბიჭებო. ასევე უფრო პრაქტიკული არის, იმიტომ რომ ადამიანი მოვა და უკვე მზადაა და მაქსიმუმ წანებს გავუკეთებს და დაიწყებს, ძალიან მარტივია და დიდი განსხვავება არ არის რა. ერთადერთი ის არის, რომ ამას ერთი ღერძი აქვს და იმას ორი აქვს და შედარებით დიდ წონაზე მიცვალებს, უნდა გამოიყენოს უკვე სმიტი და მეორე რაც არის, სმიტზე შეგვიძლია სიმაღლე დაუმატოთ, რომ უფრო მეტად ვინც უფრო მაღალია, მაგალითად იმათვის უფრო კარგი და ერთი კითხვა მაქვს კიდევ და ამით მორჩები რა. რა განსხვავება არის მაგალითად, როდესაც ბოლომდე ჩადიხარ, ან ნახევარი ამპლიტუდით აკეთებ და რა განსხვავება როდესაც უფრო ზედა ფაზაში ხარ? ზედა ფაზაში, ანუ იგივე კასი ქვია თუ რაღაც, ანუ მაგვარჯი ზუსტად არ მახსოვს, ანუ მაქსიმალურად მოჭიმულია და გაწევის საშუალებას არ აძლევ კუნთს და უფრო მეტად მუშაობს. უფრო მეტად გეჭიმება. კუნთის და რაც უწყობს ხელს, ანუ მაგის გარშე არ გამოვა რა. კუნთი უნდა გაიწელოს, მე რა შევკუმშოთ. ეგ არის კუნთის ძის პრინციპი რა. რაც უფრო დიდი ამპლიტუდა გვაქვს და შეგვიძლია რომ ჩავიდეთ დაბლა და ბოლომდე გაიწელოს საჯდომის კუნთი და მე მივაწეთ, უფრო კარგი იქნება ეფექტური. ერთადერთ ერთს დავამატებ რა. შეგვიძლია ხშირად ამ ვარჯიშზე, ანუ ამას აკეთებენ მუხლის შეავთქმა შიგნით რა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენ რომ ფსიქოლოგიაა ცოტა ვიმოქმედოთ მოსწავლეზე, პლუს მაგას უფრო გავურთულებთ შედარებით და დავუმატებთ ჯგუთს. ჯგუთი აძლევს იმის საშუალებას, რომ არ შემოვიდეს მუხლები შიგნით, სულ განზე იყოს და სულ იყოს დაძაბული საჯდომის კუნთი რა. მესამე ვარჯიში არის რომინული დედლიფტი. რატო ავირჩიეთ სმიტი და რატო არა განტელები ან ღერძი რა. იმიტომ რომ არის იზოლირებული, იმიტომ რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად და უფრო მეტად ვიგრძნოთ საჯდომის და ჰამსტრინგის კუნთი. ავხსნი მარტივად, როგორ კეთდება და მოძრაობის დროსაც ვისაუბრებ რა. ფეხები არის მხრის ციგანეზე. ჩემთვის ეს არის ყველაზე კომფორტული პოზიცია. წელი აუცილებლად ჩაგდებულია, ხერხში უკავარ გადმოსული. მათ ჩავისუნთქავთ, მუხლები ოდნავ ვიხრება, პირველი მიზანი რა, საჯდომი გადის მაქსიმალურად უკან და ტანით ჩავდივარ დაბლა. ზე არის დაბლა ღერძისკენ. წონას ბოლომდე დებთ? არა. უბრალოდ ის ეხლა მომენტში არ გამიშვი. მუხთან თითქმის უნდა ანუ გვეხებოდეს, მაგის არ შეგეშინეთ, ოდნავ თუ შეგეხოთ წონა. თავარია რომ წინ არ იყოს რა, ღერძი. ხო, მაგრამ კითხვა და ჩვენი მისია იყო ის, რომ მაქსიმალურად ტოპ 3 საჯდომის ვარჯიში და რატო ახსენ რომ მაგალითად ბარძაყის ბიცეპსის ვარჯიშიც არის. არა, ჩართული არის კი, თუმცა კუნთია და შესაბამისად ანუ სინერგისტი კუნთი როცა არის. მე მაგალითად გამიზარდა ამ საჯდომს. აი, მადლობა მეგობრებო, მე მგონი ამომწურავი კითხვა პასუხი იყო, ცოტა დაძაბულობა, ცოტა ისე ესე ყოჩახ ნიკოლოს, ყოჩახ ლუკა გაიყო. კაი, გადავიდეთ ახლა ხმის მიცემაზე. ყველგან ერთი უნდა გავარდ. 4 ხართ. და იმედია 2-2-ზე არ გაიყოფა ხმები, თორე მე სხვა წესი შემოდის ჩვენს თამაშში. წავედით. როგორც მოველოდით ხმები გაიყო და მოგვიწია გაგდებული მონაწილეების დახმარება, რის შედეგადაც მივიღეთ საბოლოო პასუხი. მოკლედ, დაძაბული ხმის მიცემის შემდეგ თამაშს ტოვებს ბატონი ლუკა. ლუკას გადაიცემა სნეკისგან არაქისის კარაკი და მადლობა მონაწილეობისთვის ლუკა ძმაო. კარგად იბრძოლე. მადლობა. აი, ბრძოლა იყო ეს შენ. გადროებით. შემოდის კითხვა.
თქვენ შორის გსურთ თუ არა თამაშის გაგრძელება. თუ ფიქრობთ, რომ იმპოსტერი თქვენ შორის არის, ესე იგი თამაშის გაგრძელება გსურთ და ხელი უნდა აიწყოთ. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შორის იმპოსტერი აღარ არის და სამივე ტრენერები ხართ, შეგიძლიათ თამაში დაასრულოთ. ეხლა შეგიძლიათ ერთმანეთში იმშევოთ. თამაშის დასრულება სჯობს. მიკროფონი იმპოსტერი გავიდა, ხო? ცეგერ მგონია. და ადრე გავიდა, ძალიან ადრე გავიდა. შეიძლება პირველი მეორე რაუნდში გავიდა. ცეგერ მგონია, რომ პირველი რაუნდში მე ფიქრობ, რომ ლუკა იყო იმპოსტერი, პირველი რაუნდიდან ცოდი, ცოდი არ ვიცნობ, რომ ლუკა იყო იმპოსტერი. პირველივე ხმები გაიყო ლუკასა და ლუკას შორის რა. იმიტომ ფიქრობდი თავიდან ლუკაზე რა. ანუ რამდენიმე კითხვა დავუსვი ლუკას და ძალიან ზოგადი პასუხი გამცა და საკმაოდ დაიბნა. და თავიდანვე ვცნობდი, რომ ვფიქრობ, რომ ლუკა არის იმპოსტერი. კაი, მოდი დავასრულოთ სამში ხო? კაი, მონაწილეებმა თამაში 3 ადამიანში დაასრულეს. ძალიან დიდი რისკია ერთი ის, რომ შეიძლება იმპოსტერი მათ შორის იყოს და იმპოსტერმა მოიგოს, მაგრამ თქვენი აზრით ვინ იყო იმპოსტერი? აი, გიო, ვინ იყო იმპოსტერი? ძალიან რთულია, ეხაც აი რამდენიმე ის დავიჭირე რა. ანუ ლუკამ თავიდანვე, ანუ არ ვიცი, შეიძლება ვწდები, შეიძლება ლუკა, რომელიც ბოლომდე გასტანა რა. მოკლედ თავიდანვე დასახელდა, ანუ ორ დასახელებულ შორის ერთ-ერთი იყო. პირველი ფაქტი, ძალიან აქტიური იყო თავიდანვე, ანუ ყველა ნერვიულობდა და ეს ძალიან აქტიურად იყო და ცდილობდა რომ ანუ სახე გამოიჩინა, ასე რომ თქვა და შემთხვევით ყოფილიყო. მე ერთი ის თქვა რომ პირველ საათზე მოსწავლე მყავს და 11 წუთია 2-ის. ხო, ეგ მაშინ ეხა ვიცი. კარგი, ნიკა შენ რომ მიგონი? ლუკა სამჯერ მოგეხადე კამერასთან მოდისი. შენს ლუკას კი, ძალიან ზოგად კითხებს იძლეოდა. უცა? მე ვფიქრობდი, რომ იყო ლაშა ხო? კი, ლაშა. ლაშა. ლაშას ვფიქრობ. კარგი. ეხლა მინდა რომ იმპოსტერმა სამ თვალზე გადმოდგას ნაბიჯი. 3 2 1 იმპოსტერი იყო ლუკა. რომელიც პირველივეზე გაარდეს და ეგეთი რაღაცა არ ვიცი. გილოცავთ მოგებას. ნამდვილად მომერებო. აი ეს 1 2 3 1 2 3 1 2 3 ამას რა უყურთ? ამას რა უყურთ? ლუკას. მონაწილეების გადაწყვეტილებით ლუკას მივცეთ 100 ლარი. მოკლედ, მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის, იმედი მაქვს ისიამოვნეთ, რა თქმა უნდა, მადლობა რომ დრო გამონახეთ, იმიტომ რომ ყველა ვიცი რომ დაყალიბულები ხართ. სხვადასხვის ლუკა არის ვაკის ფილიალის ტრენერი და ეს ადამიანი კი ვარჯიშობს ჩემთან ერთად. მადლობა რომ უყურებდით ამ ვიდეოს. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და დააკომენტარეთ აუცილებლად და გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები კომენტარებში. მადლობა უყურებისთვის. დახოთ. მადლობა მეგობრებს მოსვლისთვის. მაინტერო ტრენერები არიან და ყველას არა აქვს ამდენი დრო. მადლობა დროის გამონახისთვის, მადლობა სპონსორს, სნეკის, რომ გამოყოს საპრიზო კახა, გამოყოს სნეკები, არქიზის კარაქები ჩვენი მონაწილეებისთვის და მადლობა ასევე იმპოსტერსაც, რომ დაგვწოდება და მოვიდა. მადლობა ყურებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არქი არ დაგავიწყდეთ, გამხავით ყველა პლატფორმაზე და მოკლედ ნახვამდის. ეგ არის. და მადლობა ჩემ შეყვარებულს გვანცას, რომელიც მთელი დღე დილის 7-დან ერთად მოვედით, დავდგით ეს ყველაფერი, ოპერატორსაც ძალიან დიდი მადლობა, გიორგი მადლობა დიდი და მოკლედ ნახვამდის. აი